გამარჯობა ყველას. ამ ვიდეოში თქვენ შეისწავლით თუ როგორ გახსნათ თქვენი პირველი ფიუჩერსული ტრანზაქცია Binance-ის ბირჟაზე, ასევე როგორ მოითხოვოთ თქვენი რეგისტრაციის ბონუსი. ვეცდები სწრაფად და მარტივად აგიხსნათ. თუ უკვე შექმნით ანგარიში, შეგიძლიათ წაშალოთ იგი და შექმნათ ახალი, როგორც ეს ამ ვიდეოშია ნაჩვენები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი cashback ბონუსი აქტიურია. თუ არ გაქვთ ანგარიში, გადავიდეთ პირდაპირ რეგისტრაციაზე. გადადით რეგისტრაციის ფორმაზე. შეიყვანეთ თქვენი პოსტა. შემდეგ თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ ადამიანი ხართ. შემდეგ თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი პოსტა კოდის გამოყენებით, რომელიც გაიგზავნება თქვენს მიერ მითითებულ პოსტის მისამართზე. შემდეგ თქვენ უნდა მოიფიქროთ პაროლი. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ გვერდზე თქვენ უნდა შეიყვანოთ ბონუს კოდი, რომელიც ვიდეოს ქვეშ აღწერილობაში იქნება. ეს კოდი სპოტური ვაჭრობის დროს 20-იან cashback ბონუსს მოგცემთ. ამის შემდეგ თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი ანგარიში. არ ინერვიულოთ, ეს სწრაფი და ინტუიციური პროცესია. დადასტურების შემდეგ თქვენი სავაჭრო ანგარიში გააქტიურდება და ყველაფერი რაც რჩება არის თქვენი ბალანსის შევსება და ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყება. ბალანსის შესავსებად დააჭირეთ Relax Deposit და აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი შევსების მეთოდი. უმჯობესია გამოიყენოთ PORIP, აქ თქვენ უნდა მიუთითოთ თანხა დოლარებში და აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი გადახდის მეთოდი. ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან გაითვალისწინეთ არა მხოლოდ გაცვლითი კურსი, არამედ რეიტინგიც. შემდეგ თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი და დააჭიროთ Relax Biased. Biased ან Tether ყველაზე დიდი სტაბილური კრიპტოვალუტა, რომელიც $1 ერთი თანაფარდობით არის მიბმული და მის ციფრულ ეკვივალენტს წარმოადგენს. როგორც ვიდეოში მოგვიანებით ჩანს, ასეთ დაუჭირდება ფიუჩერსების საყიდლად და გასაყიდად. Biased დაწკაპონების შემდეგ გადახდა ინტუიციური ინსტრუქციების შესაბამისად უნდა დაასრულოთ. ამას ახლა არ გავაკეთებ, რადგან ჩემს ბალანსზე უკვე მაქვს და ბოლოს არ დაგავიწყდეთ transferred notify seller დაწკაპონება. როგორც კი გამყიდველი დაადასტურებს გადახდის მიღებას, თანხები თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხება. როგორც კი ასეთ თქვენს funding ანგარიშზე ჩამოვა, მისი თქვენს ფიუჩერსულ ანგარიშზე გადარიცხვა დაგჭირდებათ. ამისათვის გადადით ფიუჩერსული ვაჭრობის განყოფილებაში. იპოვეთ ღილაკი transfer. შემდეგ აირჩიეთ საიდან გსურთ გადარიცხვა. Funding და სად. USDM Futures. სულ ესაა, თქვენი თანხები ახლა თქვენს ფიუჩერსულ ანგარიშზეა. ახლა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი პირველი ტრანზაქცია. მოდით ვიყიდოთ ბიტკოინის ფიუჩერსები. მე გაჩვენებთ უმარტივეს მაგალითს. პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ ბერკეტი. ავირჩევთ 2 ბერკეტს, რადგან რაც უფრო დაბალია ბერკეტი, მით უფრო დაბალია მთელი თქვენი ფულის დაკარგვის შანსი. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, გავხსნათ თუ არა პოზიცია აღმავალი თუ დაღმავალი. მოდით გავხსნათ გრძელი პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარაუდობთ, რომ ბიტკოინი გაიზრდება და მოგებას მივიღებთ. ახლა უნდა მივუთითოთ ფასი, რომლითაც ვიყიდით. მოხერხებულობისთვის დააწკაპონეთ ხელმისაწვდომ ფასებზე, აირჩიეთ 100-იანი მოცულობა, რათა სრულად გამოიყენოთ პოზიცია 2 ბერკეტით და დააწკაპონეთ buy long. სულ ესაა. ჩვენი ვაჭრობა გახსნილია. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ფასის ზრდას და ახლა უნდა დავხუროთ ჩვენი პოზიცია და დავაფიქსიროთ მოგება. ამისათვის დააჭირეთ Relax Market. გილოცავთ, თქვენ დააფიქსირეთ თქვენი მოგება. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო და თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი და ვეცდები დაგეხმაროთ. ნახვამდის ყველას.